გურიის გულში, ჩოხატაურის მხარეში, სურების ხეობა მდებარეობს. ბუნების სილამაზესა და გურულების გულთბილ მასპინძლობას თავად იხილავთ. თუმცა აქამდე მოსვლა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. თან მკაცრია და გზაც მის ხასიათს სრულად იმეორებს. ყველა გზას თავისი ისტორია აქვს. სურების ისტორიაც სწორედ ამ გზით იწყება. სურების მოსახლეობისთვის გზა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და არის. სწორედ ამიტომ მათი თხოვნით მაკარი კიკვიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე რამიშვილს შეხვდა და სოფლის გზის გაყვანაში დახმარებას თხოვა. ნოე რამიშვილმა დახმარება აღუთქვა და გზის მშენებლობისთვის საჭირო მასალაც გამოყო. თუმცა ისტორიულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. საქართველო გასაბჭოვდა. მიუხედავად ამისა, მან დანაპირები შეასრულა და სურებისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალა საჯავახოში გააგზავნა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მაკარი კიკვიძე ფილიპე მახარაძეს შეხვდა და სთხოვა. სოფლისთვის გამოყოფილი მასალა სურებს გადასცემოდა. უარი მიიღო. ამის შემდეგ მან ფილიპე მახარაძესთან ფედოსი სანიკიძე მიიყვანა. დედა, რომლის ვაჟიც გადმოცემის თანახმად 1907 წელს ფილიპე მახარაძის გადარჩენას შეეწირა. რომელიც შევიდა ფილიპესთან კაბინეტში და დაიჩოქა ასაკონმა ქალმა და ჩოქით წავიდა. ფილიპე მათგან წამოაყენა, რა თქმა უნდა, მოусმინა და პირდაპირ უთხრა ფედოსიმ, ჩემი შვილი, დაიღუპა შენს მაგივრად. ამიტომ იმის სახელით გთხოვ, სოფელს მუწართნევ იმას, რომელიც მისცა მთავრობამ და რომელიც დასაწყობებული არის საჯავახოში. ვერ უთხრა ვარქი. ლომით, კირკით და აი იმ ფეთქი მასალის საშუალებით სურების ხალხმა შეძლო გაეკეთებია გზა და ამოვიდა პირველი ავტომობილი. ვარ გადავამბა ზურო. ხო, იქეთ ნაძზე დააბია მაგიო. ზურა მოუსწორე ცოტა რული თუ არა იამას აწვევი. Şama miqmars. Avio, agera çavia, radezida. Gillis gagraçune babo. Qoqta gogos gotsrat miqmars. Tvali çapaçune babo da. Qoqta gogos gotsrat miqmars. Tvali çapaçune babo da. Bere? Kamoilbiza bunevam. Sabernio temzadeva. Երթმა դედամ քշոբա მაგრამ ველა დედა სხვა ვარჩვილა და ვორი როვორერა ელი ვოდელი ვოდელოდა ასპინძელო
გეძახა მწყლი. გეძახა. გეძახა. აბიჯო კაცი. ვიცხა, დევი, რა გვეღრისა, ვიჯო, მანდა. აბიჯო, სტუმარი მევიდა, სტუმარი. ვეგენასარი. აბიჯო, სტუმარი მევიდა. Rakeni diyor ayırlar. Boy taki. Boy çamoceki taki, çamoceki. Gel ya rakde var bu koy. Uri agagiji damosla. ბოლოს ლებიოტკა დამჭირდა იქ მე. Akane merici ხო? Vau, chemiga. Malades, quero amor. Di marto var ya, nene khania, kane kazis veri patroni ara da malades, quero amor. წევიდა ხალხებოდა. Asulia zois წევიდა ზომა გადენაზო, დავჭით აგერ რა ვიცი ბიჭი. სამი კაცი ვარ დარჩენილია. სამი კაცი და ორი ბატურე. არღაზე მოქეებები, დამწმელები, რა ვიცი, მაგრამ სამი რა ხდება სოფელში რა ამბავია ხო ამშვიდობა? აი ხომ იცი რაია? რა ხდება მაგრამ? აია მთავარი რა ძა. სათხილამურე. სათხილამურებია ბა? ხო და ერთი ცალი კია ჩემი აქიდა. რომელიც გინდა ძა. მაგრამ მოუღუნავ მე აგენს გავიცე და მე მოგცემთ რაცში. ხო თორე სამთარში უთხილამურე თვა. მოუღუნავ აგენს და. ევეთ გავიცე და აი რა ფერი იყო საგარგულება. აი ამოარჩიეთ ძა ალბათ ერთი 2000 საათში მაინც. 2000 საათში მაინც ამოარჩიეთ. ძალიან კარგი. ახლა ნამზავრი იქნებით თქვენ ხომ არ შემობრძანდებოდით სახში? პური ხო არ გეგვეტეხ. აი ცოტა რაყი გვაქვს, პატარა ღვინო გაქვს, ყველი გვაქვს, სულგუნი ყველი გვაქვს, პური გვაქვს, მარილი გვაქვს. ნამზავრი გურუნემა ასე მომზანდი შემომზანდი ჩი. ერთავის ლეხე გაწურვალი, ლეხე გაწურვალი. ოდაი ვერაცვალე. აკლა ალა ზავი ოდაი ბიჭო. გლეხე კაცის პურმანი გზაზე ხიდად გაიდობაო. ზღვაზე. კაცის პურმანი პირში არ შეიდობაო. ხოი, ამზადეთ, შემოგერთები ჩვენ. გლეხე ხალხი ვარ ჩვენ. ბაღია ჩვენი ქვეყანა წინ მივალ თვიგვი ხარია დილოვოდლადა. ორირო დილოვოდლაბადელადა. ვიჩვე ბაღში ყვავილს უვლის ის ჩვენი მეგობარია დილოვოდლადა. ოუცი ყვაზიო. ორირო დილოვოდლაბადელადა. ჩვენი სურების სასურებზე ხანდარია ხანაბდარი დილოვოდლადა. ჩემი ბავშვობა. რამდენჯერ გვეთამაშია ამ ხეების ძირში. ბავშვობა. რაც დაუვიწყარია და ყველაზე სუფთა წლებია ჩვენი ცხოვრებიდან. მადლობა უფალო. მე ვარ მარინა ბარამიძე. დაბადებული თბილისში, გაზრდილი თბილისში, მაგრამ ბავშვობის ყოველი წელიწადი მაქვს გატარებული ამ ეზოში და ამ სოფელში, რომელიც არის ჩემი დედისეულიც და ასევე მამისეულიც. გადავწყვიტე ფესვებზე დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო თბილისში ყოფილიყავი, საბერძნეთში ყოფილიყავი, ალბათ ფესვის ზახილი იყო. რომ ჩამოვედი, თქვენ წარმოიდგინეთ, აქ რასაც ხედავთ ახლა და რასაც დაინახავთ, არაფერი არ იყო აქ. იდგა მხოლოდ ეს სამი ნაძვი, რომელმაც მიმიღო და ეს დიდი ცაცხვი. დამხვდა ეს იყო ჩვენი ბავშვობის შეკრების ადგილი, სადაც ვთამაშობდით, დამალობანაც ვთამაშობდით, ვიკრიბებოდით. გავიხადე ფეხსაცმელი, გავიარე ფეხშიშველმა, ჩემს მიწაზე, მშობლიურ მიწაზე, ჩავეხუტე ჩემს ნაძვებს, დავანთე სანთლები ნაძვზე. იმიტომ რომ არც ერთი არც კამი იყო, არც მაგი და ეზოში.
ჩემების სულის მოსახსენიებლად და მის შემდეგ დავიწყე და მოვდივარ დღემდე. ყოველთვის მოვდივარ და ვანთებ. ჩემი წინაპრების, ჩემი მშობლების, ჩემი ბებია ბაბუისთვის, მათი სულებისთვის ერთსანთელს. იმიტომ რომ ისინი რო არა მე არ ვიქნებოდი. ამიტომ წარსულის გარშე არც დღევანდელი დღე არსებობს და არც ხვალინდელი. ნათელი მაცულებს. მერე ჩამოვიდა ჩემი შვილის, ჩემი სიძე, ჩემი შვილი, ყველანი აქეთ წამოვედით გურიაში. ვარც ყველანი ერთად. და მადლობელი ვარ მე იმ ჩემი გადაწყვეტილებისა, რომელიც აი ეს რაღაც უცბად მომივიდა თავში, რაც ესე გავრისკე და წამოვედი. და ერთი წუთითაც არ მინანია იმაზე, რომ ეს რატომ გავაკეთე და დავტომბე ევროპა და ფუფუნება და ვარ აქ. იქედან მოდის ეს ყველაფერი. მადლობელი ვარ მათიც, ვინც შეგვიკედლა და ასე ვთქვათ, მეორე სამშობლოა საბერძნეთი. დიდი მადლობელი ვარ მათიც, მაგრამ რას ვიტყოდი? ქართველობო, ალბათ მოვა თქვენთვისაც ის დრო. აი ეს ქართული მიწა და სიმღერა, რომ შემოგესმებათ და გამოგაღვიძებთ ქართული საუბარი, ქართული ხმა, ქართული ცეკვა, ის რაც გვავსებს ადამიანებს და ის რისთვინაც უფალმა შექმნა ადამიანი. დაგვიყვეთ თქვენს მიწაზე და მე მგონი რომ ყველანი კარგად ვიქნებით. მე ვარ ოთარის როზანიშვილი. დაბადებული აქედან დაახლოებით 3 კილომეტრში. აქ გაზრდილი. 72 წლის. მიყვარს აქაურობა, გვიჟდები აქაურობისა და დანარჩენს მე გეტყვით. აბა ზურბასო. მე მეუღლე ვარ მისი. ლია კალანდაძე. ახლა ჩვენ დავიწყეთ სახლის მშენებლობა. აი ჩვენი სახლი, ახალი სახლი. პატარა სახლი მქონდა, გადავიტანეთ. მოუმატეთ. ცოტა იქიდან, ცოტა აქედან, ცოტა წინოდგან და გამოვიდა სახლი და ვაპირებთ. ეს 7-8 თვე ვართ აქა. მაინც გვიწევს 7-8 თვე. ერთი უნდა ჩავასწორო. კი ბატონო. ამ ჩემი კუთხე მეზობლობის გვერდში დგომით. აბა მარტო ამას ვინ გააკეთებდა? ვინმესთვის არ დამიძახია მომეხმარეთ მეთქი. აი ამ ხელა მშენებლობა, რა ვიცი და მერთმა პაისაკოზე გადამოწეს. და მადლობელი ვარ თელი სოფელის, რომ გვეხმარება. ვაშენებთ ასავს. მიყვებით ასე ნენელა და რა ვაშენებთ ალბათ. ახლა სახურავს ველოდებით ჩოხატაურიდან და იმიტომ ვარ თამოსული ახლა. იმ პატარა სახლში ერთ თვალში და პატარა უკან სამზარეულო. 3 შვილები მაშინ 3 ვიყავით, მე ჩოხატაურში 2 დაგვემატა. როგორ ახერხებდა კიდო ერთი წამით, როგორ ახერხებდა ჩემი მშობლები ურთიერთობას, რომ ივორი როგორ გაშდა, ალბათ ამ ტყეში და ბუნებაში, რა ვიცი, აბა, რა ვიცი, გინდა ამოჭერი და გინდა დატყვე. ეს კალბატონი გავიცანი ჩოხატაურში. კალბატონი ლია
ყალანდაძე წინვალე ოჯახის შვილი და ერთ რაღაცას გეტყვით. ისე მიყვარს ეს ქალბატონი და ისე მიყვარს მისი ოჯახი, მეტი რომ არ შეიძლება და სანამ სიმაური ცოცხალი იყო, ისე მიყვარდა აი ასეთი რაღაცა უთხარი მას, რომ რაღაცა მოხდეს და მე ეს ქალბატონი გაუშვა. მე თქვენთან ურთიერთობას არ დავკარგავ იმფერი ადამიანებს ზანდებიდნენ და დანარჩენი სიყვარულია და დანარჩენი ეკითხეთ მას. ბრძანეთ. რა ვიცი რა უნდა ვთქვა ახლა დედი მეტი. რადგან თვითონ უნდა აქეთ წამოსვლა, მეც ვალდებული ვარ რომ ავუწყო მხარი. მარტო ვერაფერს ვერ იზამს, ხო? რაც 1000-ში ერთხელ ეგება წამოვიდეს მარტო 1-2 დღით. თუ წამოვა 1-2 დღით, მესამე დღეს მოვდივარ. მეც მოვყობი მარშრუტკას ზემოსურებამდე, ზემოსურების ზევით არის 4 კილომეტრი. მოდის მანქანით და ხდება იქ და ავდივარ და მე მივდივარ ერთად. ერთი რაღაც ხანდახან გავდივართ ორჯერ გზას. და როგორი გასასვლელია ეს გზა ეხლა რო დავდივართ, აი როგორი თვეში ორჯერ გასასვლელი. მით უმეტეს აქ რო ხალხი ცხოვრობს, იგენ ხომ კვირაში მაინც ერთხელ ხო დადიან ქვევით. რომ არა ახლა აგერ ჩვენ ზევით 1 კილომეტრში ახლა ერთი ოჯახი დასახლდა მარინა ბარამიძე. რომ არა მაგენის მანქანები, მაგენის იგი არ ვიცი სოფელშიც კი არის ბევრი მანქანები, ვინც ცხოვრობს, მაგრამ ძირითადად ახლა ვისაც მანქანა არ ყავს, მაგენით მოგზაურობენ, მაგ მანქანებით, ხან ზევით, ხან იქით რა. სასწრაფოს რო დაუძახო, 2 საათი უნდა ჩოხატაურიდან რომ მოვიდეს და აქ ეგება ვერ მოვიდეს. ხო. აგერ ყავს ექიმი, ექთანი, გამოსტილი ქალბატონი, ჩემი გვარის ჯიშის, ჯილაგის ქეთინოს როზანიშვილი, რომ არა მაგი მე არ ვიცი. აქ რო გზა იყოს. პატარა ელემენტარული ცხოვრების პირობები რო იყოს და პატარა მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას გვაქცევდეს. რა ვიცი, აბა ამაზე უკეთესი სა უნდა გეიხედო, რა უნდა ნახო, რა ვიცი. თორე ღამის გასათევი მეგერ ჩოხატაურში. რა ვიცი და რატო წამოვედი აქ? იმიტომ წამოვედი აქ რომ მიყვარ, დაბადებული ვარ, აქ გაზრდილი ვარ და მადლობა კიდევ ამ ძვირფას ქალბატონ ლიას რომ ასე მიდგანა გვერდში თორე როგორც ვაშკაცი, როგორც მაგარი. ხო და მადლობა ამისათვის. მოგერდი გაკოცევნა. ცემენტზე მუშაობა ვიცი, რასტორზე მუშაობა ვიცი, სტანოკზე მუშაობა ვიცი. ზეი გადევიდა ადეგი ახლა ზე და წაი. მაგრამ არის ის კი ამდენი სალაპარაკო დროი. გადევიდა ზეი უკვე გაგრილდა, წადიოდა რა, წადი. აი ჩვენი სახლი და კარი. აი რომ გადიხურება მერე და გაგვიძის. ძირითადი საქმიანობა მეფუტკროობა მაინც მეფუტკროობას მივანიჭებთ უპირატესობა მეფუტკროობას ამდენი წელი 20 წელია მივყობით რა მე და ჩემი მეუღლე მე ვარ ლალი შათირიშვილი და სურებში ვცხოვრობ საერთოდ სრთულია სოფელში ცხოვრება არ არის ადვილი აქ რამდენიმე წლები შუქიც არ ქონდა არაფერი არ იყო აქ იყო სიბნელე აი ბნელში ვცხოვრობდით 12 წელიწადი შუქი არ ქონდა. და გზაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, სადა გზა? გზა რო არ არის, ხალხიც არ არის. დაიცალა სოფელი, მიგრაცია მოხდა სოფელში. არავინ არა. ნახე შეხვდავთ ხალხს აქ ვინმეს? ოჯახები არის, მაგრამ ცარიელი, ყველა გამოკეტილია. და თუ გზა გაკეთდება, ბევრი ადამიანიც იმედია რომ დაბრუნდება, როგორც მარინა ბარამიძე დაბრუნდა. 30 წლის შემდეგ ემიგრანტი ქალი 30 წელი ცხოვრობდა საბერძნეთში და დაბრუნდა და ქალაქად აქცია მისი ოჯახი და ეზო, აი ისე დაბრუნდება ყველა. რთული აქ ცხოვრება. ძალიან რთული აქ ცხოვრება. არტოებთ. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს მისი მამისეული და არტოებთ. თორე წლების განმავლობაში მე ქვევით ცხოვრობდი ჩემ შვილებთან. ოჯახში ვცხოვრობ მე და ჩემი მეუღლე და ჩემი დედამთილი და ჩემი შვილები ქვევით ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად ვსტურობენ, არ გვტიებენ მარტოს. მაყვალა ეკელიძის ქალი ვარ. 80 ახლა ეგერ შვილიშვილმა მითხრა ვერ გამევიან გარეშე 92-ის ხანო მითხრა და ეგება ვიკლებ არა არ ვიკლებ. 6 შვილიშვილებში ბიჭები მყავს. ხო და ყველა უთოლოებია. ახლა კაცხოვრებაში ვარ. მიგდე ყური და ბაღლობაში არ ვიყავი კაცხოვრებაში, იმიტომ რომ მიკლება იყო. ფეხბურთს ამაშობდნენ და კენჭობი აიცოდნენ და 5 კენჭს
ეიღებენ დაიწყობდნენ ხელის გულზე და დაყრიდნენ იმაზე რომელიც გეიმარჯვებდა იყო მოცი აიყო ბაღდები მედიაბელი არ იყობებია რაია ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავარია წესიერება ადამიანის მე წესიერებს გარდა იშრომე წესიერად და შენი ნაშრომი ჭამე შენ აია ცხოვრებაში ყველაზე უკეთესი რომ გეივლი და გამეივლი აი საზიზღარი ვინ მოდისო არ უნდა თქვო სოფელმა და ხალხ ორი შვილიშვილები მყავს ახლა აგერა ხან ამ წელიწადში მაგელმა ხალი მეიყვანოს თუ არ მეიყვანებენ არ მასრობ ამას გევეპარები და ვაჭუ ორვე სირცხვილს ვერ შკუტარს ნახავენ და ვერც ორვე უნდა მეიყვანონ ხალი ეხლა ვაკეთებ ცხენის ნალს. ასეთი დანადგარი ახალი აღარა. ასურების ხოვაში. მარტო მე ჩემი გეკეთებულია ეგიც, ჩემი ხელით. ხოდა მიყვარს ჭიპირველად არ გამომიდა, კარგი, მე თანდათან უკვე სპეციალისტია. აი არის ხმელი ხე წაბლის. აი ეს დაკვერცხავს. ამ ნაკვერცხალიდან ახურებს ამ კინას. ოთბება აგი მე თანდათან გამუშავებ ამ მეტალს. გამოდის ნადი, თოხი, წალდი, ადრე სახნესი არის, ადრე ხარები ყავდნენ. ის სახნისებს ვაკეთებდი და აი ცხენების იგი და ცხენის რუსვანი, აი თუ და რუსვანსაც იჭრება. ნალის პირველი ხუსლი. ახლა შევაბრუნე მეორეს გავაკეთე, მე მოკალავ, მაგრამ შეა ნალია. ძირითადი პრობლემა ჰქონდა ჩვენ სოფელს უგზოობა. გზა არ იყო, მანქანები ვერ დადიოდა. თუ წევიდოდა, ფუჭდებოდა მანქანები გზაში. ნიაღვარი მოდიოდა. ახლა კიდევ არა უშავს არის. აკეთებენ, დააგენ ახალი ასფალტი, ნახევარს აგებენ კიდევ და გონი იქნება ღმერთით. რაღაცა გშველება. იცრება სოფელი, ავაზზე გუწყდება. ახალგაზრდობა არ არის. მინდა რომ მესამე იქნება ცოცხალი მოსულებს არ დავდოვდა. დანარჩენი არის. მინდა რომ თუ კი შემოbrunდება, მოხარული ვარ სურების რომ ასე იმასიდან წეიშლება რა. ამას დავხაზავ ასე აქობამდე. ისევ ამას.
მე წვილი იმით გავახურებ ისევე აგან ღომელში და დახვრი დავამაზ და ვსა. იო. შესაბამიდანე. შესაბამიდანე. აშობი, ამდენი გაიგეთ აფერას საქმეები. ივანო შოვა წინვალზით. ძალიან კარგი. რითი დაგეხმარა? რითი დაგეხმარა და ახლა ნალედა მიგავე აგაშენ და მე გავახაზირებ დახვრი და ამას სამნალებს გავახაზირებ ის კაცი ამოახლა და წეიღებს. მოვდივართ. წამო. სულ ვადარახარ სულ ციცკლა ეს უხარია დაგოლს ისეთი საბუნელი ხარ სულ შენ დარღვარ სულ ჩინაურობაში ბორიას ვიძახი ვარ 85 წლის ასახი მიყვარს სურები გადასარევად აღარ წევედი მიყვარდა სოფელი თბილისში მეხვეწე შემევა დედმამიშვილმა წამოვიო და აღარ წავყე მაინც ჩემი სულები ყველაფერს ერთია სულ ბავშვი ვიყავი როცა დავწერალი პირველად ნალიას და სადღაც ვიქნებოდი მესამე 4 კლასში და გამოფენაზე წაიღენ და პირველი ადგილი ევიღე. ეხლა ასახში რო შევედი საერთოდ რა უნდა მეკეთებია სულ ტელევიზორის ყურებას ეს ვარჩიე. გული ყოფილა უბერებელი. გული არ ხუჩდა მაინც ირკვის საქმისკენ. ახლანდელ თაობას არ აინტერესებს ახლა ეს ის ასანანია. ის ტრადიცია რაც მოდის ძველიდან არ უნდა წეიშალოს ის. სად იყო არ ფერსაცმელე არ რამე ახლა სალამანდრებს უტოლდებოდა ქალაბრებით მოყავდა იყო თხოვა გათხოვა და ქალავანი თუ კაც ხონდა ითვლებოდა კაცა. სიყვარულმა სულ გამაგია მაღლობიდან. მაგრამ აღარ ხონდა და სიყვარულმა გამიჩინა. ევლაიცი საერთოდ გურულმა ქალებმა და საერთოდ იციან, მაგრამ წევლა მაგენის იარაღია. საერთოდ ეს თოფის როლ არ უდიოდა, რა თოფზე ვარესია ესე რა იცი რა დღე თვარეზე დაგწევლის რო გადიარე ზოლა ისინი ტეხით ვერ მოყვიდე. სოფელში დამოაგდეს ახალგაზრდები. სოფელში იყოს სიმბრავლე. სოფელი არ დღეს მინდა ესე იგი და თან მინდა კიდო საქართველო გაძლიერებული იყოს, გამძლიერებული იყოს. ხოდა შვიდობა მინდა რომ იყოს ყველაზე უფრო. ცოტა შევისვენობდა. დაგლოცოთ მოგესალმებით გლოცოთ სურების ამათა მონასტერი წმინდა ილია წინასამეტყველის სახელობის უნიკალურ ადგილას საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი და სულიერი ადგილია ეს სურები. მე არ ვიყავი ადრე აქ ნაყოფი და როგორც კი მოვედი ძალიან მოვიხიბლე და ძალიან მადლიერი ვარ ინტუიტით და წამოსვლა აქ დავდგი ფეხი. ჩვენ ვართ უდაბნოს მონასტერში ვსახურობთ და მონასტერში აქ ესეთი წესჩვეულება აუცილებელი არ არის, მაგრამ არის ეს წესჩვეულება, რომ ვითარდება და იზრდება მონასტერი, მრავალი წევრი რომ მოდის, მე ნელა იყოფა. ან ახალი მონასტერი ჩამოყალიბდება, ან სკიტი ჩამოყალიბდება, ну ეს ერთგვარი
სულ მთლიანად ესე ბოლომდე ვერ ვიტყვი რომ სკიტია, მაგრამ ერთგვარი სკიტია უდაბნოს მონასტრის. არის ეს მდგომარეობა ისეთი რომ გამოვა რამოდენიმე ადამიანი მონასტრიდან დასახდება ცალკე. ეგონდებოდა იმ მონასტერს, ის მონასტერი არის სულიად ასაზრდოებს, უშვებს იქ მოწესის. რაც ეს ხალხი უფრო მეტი სიმკაცით ეკიდებიან სულიერ ცხოვრებას. აქ შეუძლებლად ისეთი ტიპიკონია, ისეთი გარიგია დღის თითქმის, მაგრამ უფრო კაცრი და უფრო საგრძივი ლოცვები და მსახურებით. აქ არ არიან სტუმრები, აქ არ არიან ეგრეთ წოდებული პაციენტები. აქ არიან ის ადამიანები, მონასტერში უკვე ბერმონაზო ცხოვრება შეუდგნენ და უნდა უფრო ახლოს მოვიდნენ ღმერთთან. აქ ფიზიკურად ძალოსაა ღმერთთან და სიჩუმით, სისწრაფით და სიმყუდროებით ძალიან ახლოს ახლა შემოქმედა. როცა გინდა ადამიანმა დაინახო ღმერთი, დაინახო და სადაც უნდა იქ დაგანახოს ღმერთი, მაგრამ როცა არის საშუალება რომ უფრო ახლოს მიეახლო შენ ღმერთს თვითონ იმითი რომ სიმყუდროეს, ქაოსს, მოძდა სიმყუდროეს, შემოძროში რომ დაინახო ღმერთი, ეს უფრო დიდად გახარებს და დიდად მეტ სულიერ ძალას გაძლევს. ამისთვის იდეალური ადგილი, აქ არადოს არ ყოფილა მონასტერი ამ ხეობაში. როგორც ვიცი და როგორც ცნობილია, არის ძალიან კარგი ატმოსფერო გარემო იმისა, რომ ადამიანი აქ გაცალკევებული ცხოვრდეს წუთისოფლის ამაოებასთან, წუთისოფლის ქაოსთან და მარაულ დარებულობასთან რაც ხდება თქვენ როგორც ხედავთ. რა ღმერთმა ისმინა ჩვენი ვედრება, ჩვენი ლოცვა და აშენებს და გვიშენებს მონასტერს. მე უფეს უთხარი ეს განზრახვა ერთხელ და ძალიან მოეწონა და წამოვიდა თვითონ დაასვა ჯვარი და აკურთხა აქაურობა იმათო ყოფილიყო აქ მონასტერი, მონასტერი ცხოვრება. გამოვიყვეს მიწა, რაღაცა ესე მოხდა კეთილმა ხალხმა აქაურმა თვითონ ვინც აქ ცხოვრობდა გვაჯუქეს ეს კარი და მიწა და ჩვენ აქ ვაშენეთ პატარა საცხოვრებელ კომპლექსი. შეგვეწიოთ ლოცვა და დაგლოცოთ მართლა და გახარავთ და ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის. სურების წმინდა გიორგის ეკლესია. დაახლოებით რომელ საუკუნეშია აშენებული, ეს არ არის ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მე-16 საუკუნეში არის ხის ეკლესია აშენებული, რომელშიც ინახებოდა ძალიან ძვირფასი ხატი. ლომის კარედის წმინდა გიორგი. აი ესე ეწოდებოდა ამას. სამწუხაროდ კომუნისტებმა ეს ხატი გამოიტანეს ტაძრიდან და მოხსნეს პერანგი. კარედი იყო, იღებოდა თავისთავად, როგორც ყველა კარედი და იყო ძალიან დიდი სასწაულმოქმედი ხატი. გამოიტანეს ეკლესიიდან, განძარცვეს ეს ხატი. დაახლოებით 5 კილოგრამი ოქრო იყო ზედ, როგორც ამას გადმოცემით ამბობენ. ჩვენ ეს არ ვიცით, არ გვინახია, საერთოდ არც სურათი არსებობს ამ ხატის. და ეს ხატი როგორც ესე გადმოცემით ვიცით, მდინარეში იქნა გადაგდებული. ვინც ეს ხატის მოეპყრო ესე, სამწუხაროდ მთელი მისი საგვარეულო ამოწყდა. ეს ბუნებრივია ახლა ასეთ დიდ სასწაულმოქმედ ხატს, რომ ესეთ შეურაცხყოფას მიაყენებდა, განძარცვავდა, უპატიოდ მოეპყრობი, ესე მოხდებოდა. და ეს ხატი იმდენად სასწაულმოქმედი იყო, რომ ამბობენ, როგორც ჩვენი წინაპრები, ძველი ხალხი ამბობს, როდესაც ღვთელი ჩაატარებდა ლოცვას, ამინდი იცვლებოდა, ამინდებს ცვლიდა. თუ იყო წვიმიანი ამინდი, რა თქმა უნდა, გამოიდარებდა და თუ იყო გვალვა, მაშინ წვიმა მოდიოდა და ასევე ყველა ადამიანი, ვინც რამეს დააშავებდა, მიყავდათ ამ ხატთან და ვერავინ ვერ ბედავდა, რომ რაიმე ტყვილი ეთქვათ ამ ხატის წინაშე. ყველა სიმართლეს ამბობდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხატი იყო, სულიერად შიში იპყრობდა ადამიანს და ვერ ბედავდნენ, რომ მოეტყველებინათ. და ცნობილი ხატი იყო მთელ საქართველოში და სამწუხაროდ აი ესე მოეყრა კომუნისტური რეჟიმი ამ წმინდა ხატს. ლომის კარედის წმინდა გიორგი, ესე ეწოდებოდა. რომელიც ინახებოდა ამ წმინდა გიორგის სურების წმინდა გიორგის ტაძარში და მადლობა ღმერთს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენ დაგვპირდნენ, რომ მავიცი ჯერჯერობით ეს არ არის როგორც ასეთი ბოლომდე მიყვანილი, დაწყებული გვაქვს ეს საქმე, რომ მიმდინარეობს ამისი აღდგენა და დაგვირდნენ, რომ თავის ადგილზე იქნება ეს აშენებული. და
სადაც ეს ტაძარი იყო, იქ კომუნისტურმა რეჟიმმა დაშალა წაბლის ეკლესია იყო, წაბლის მასალით აგებული. და შუა სურებში იქნა აგებული ისეთი, როგორიც თვითონ იყო ეს ტაძარი. ზუსტად ისე ააგეს. და იყო იქ განთავსებული კლუბი, ნუ კლუბში რა თქმა უნდა რაღაცა ღონისძიებებს ატარებდნენ, თეატრალური წარმოდგენები იყო და ასე შემდეგ და რამდენიმე წელია უკვე მოგცეს უფლება, რომ დაგვეშალა ეს კლუბი და ნაწილობრივ გამოდგება ახლა იმისი მასალა. დაახლოებით ალბათ 20-30%. სხვა არის დაკრილული, გაფუჭებული და არანაირად უკვე გამოსადეგი არაა, მაგრამ დაახლოებით 20% ალბათ გამოდგება და რა ვიცი, ღმერთით, ღვთისმადლით და კეთილი ადამიანების მონდომებით და მათი ღვაწლით ვფიქრობ, რომ მომავალში ალბათ ეს ტაძარი დაუბრუნდება თავის ადგილს. და მეც მაგ ესეთი რწმენა, რომ შეიძლება ეს ხატიც გამოჩნდეს. იმიტომ რომ ეს ხატი განადგურებული არ არის. და ალბათ ესე სასწაულმოქმედ ხატს ვერ შეძლებდა ვერავინ რომ გაენადგურებია. ნუ რა თქმა უნდა ახლა ის ოქრო და ვერცხლი რომელიც ამ ხატზე იყო, ახლა იმას შორ ვეღარ დავიბრუნებთ, მაგრამ ფერწერულად იყო ეს ხატი შესრულებული და მე ვფიქრობ, რომ ეს ხატი რაღაც ინახება. ვიღაცის ოჯახში შეიძლება ესე ითქვას და თუ ვინმე იცის და თუ ვინმე სააქვს ეს ხატი ოჯახში, ეს დიდი სასწაულმოქმედი ხატი, ალბათ უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და მერთმა დალოცოს ეს ძალიან დიდი მადლი და დიდი წყალობა იქნება მთელი ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და წმინდა გიორგი განსაკუთრებულად დალოცავს სურებიდან, რა თქმა უნდა, იმ ძველი ადგილიდან, სადაც ეს ხატი იყო და თავის სავანეში დაბრუნდება ეს ძალიან დიდი მადლია. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გადახაროთ და ღმერთმა ინებოს, რომ წმინდა გიორგის მადლით ჩვენი ქვეყანა გაამთილანოს, გააძლიეროს და სიკეთე და მადლი არ მოაკლოს ყოველ ჩვენთაგანს. ამინ. ასე ამხელა იყო აქამდე დავაძერე. თავი კუდი იყო აქ. რა გუნა? ამა კაიჩევდის. აბა 10 კილომეტრი გამოვიდა. კი, კაიჩევდის. ამაჯო მათიდევო, ხერი ნახე. ეხარი იური. მოჯო, ვაი დევიჯერე ბიჯო ხალე. სადა შემოსვლაზე რა დევიჯერე ხედა. სადაც კერმოის მოდი. აი გახა. იზა. ეს გენაცვალე იური დავაი ერთი გასმაჩა ნაღზია. რაგდე. არი კიდევ და ნაღზი ბიჯო. არის ნაღზია. შედაგიშვედა სპირი. კი, ვარა ირო ველცევი და კარგა მოდია. ეიქსა ბიჯო. Читаю. Ita malades motion. Okay, naționale, bine. Malades motion, malades. Qua, cine naționale. Calma crez că mă oasă. Magas mă la xaxot. Biri ai gatalis. Magas afia xaxot. Naționale Iuri Bogdan Camia. Voi. Isă le kido berigas. Hadi bu vasıl oldu. Demasi, kigazi da iki kilo iki çikti. Bu ne biçim yaş Yuri? Asya ore. Nasıl? Nasıl kepikinde va? Nasıl? Ese va. Yuri bizi aşağıya. Opa. Mamo dana. Hadi bak, egere bak dana. Ay dana. Dana. Oku toplagi. 미리 가서 왕고도 가서 같이 가면 맞아 되잖아 이게. აი გააბლებულია. გაცივდები ამოვიდე ეს ვიდეო. მართლაც ამ ჩვენ ხეობას გავმორჯოს. ამ ჩვენ მიწაწყალს გავმორჯოს. ამ ჩვენ მიწის სამადობით თელს ჩვენ საქართველოს ყველას უცხე კულტურას გავმორჯოს. შვიდობა, ბედერება ყველას ვიდა ბულოსოს მო. ამ ჩვენი ხეობის სამადოთ ჩვენ ქვეყანას გავმორჯოს. ლამაზია ჩვენი მიწაწყალი, ვიდებოდა ჩვენ მიწაწყალს გავმორჯოს. შვიდობა ქონებოდა და ჯანმრთელობა და კაი ცხოვრება ქონებოდა. გეიხარეთ, როცა საფერების გულში და სულში.
ჩვენთან ტარიელი ამოვა ახლა. შენ პამიდორი დაკრიფე. მადონა ხაჭაპურზა ჭაც ჩააგრავს. მე სიმით მოვტეხავ და კი ბატონო, კი ბატონო. ოი მე წამევიღებ დედა. შენ ისე წამო. 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 მოკიდო ხელი? არა, არა. წამო. მადონა. ამიდორი. სიმიდი დავკრიფეთ. შენთან როგორ აკვხნაში საქმე? კარგია, იდებულია. მობზანდი, მობზანდი. მობზანდი მიზია, მობზანდი. სალამ დაღა. მობზანდი, ჩემო, იშვილო, ჩემო. სიყვარული ადამიანო, როგორ ძამდები? რა ვახარ, სახში რა შევიდეთ? გენაცვალე ისეთი. ურიჯამის ხასიათზე ხო ხარ? მე რო ისარგვა. სუფრამზად გვაქვს. მობზანდი ჯამოგევლე. არაჯენი ბენზია დამაგიდებული. ბებოს აქ ყოფილა. სალამებო. ორა ხარ. არა მიშა. ქერავ ამზანდებ. მე რომ მინდა ისე ხო ხარ? ასე ვიდა. გენაცვალე შენ. ეხა. ადონა. კონტროლობა გორუჩი. ოგვართვი. მოდი ჩვენთან სუფრასთან. ჩვენ დარიელიც მოსულა. თუნდებია. ხარიო, ეს კომები. დამეყულო ამდენი ხანია რომ არ გამოგვიჩდი. რა ვიცი, ბორტილი 1, მეორე, მესამე და მეორე დასა და რა ვიცი. კაიამდები კარგია. როგორ ხომ ხარ მაგრად? რა ვიცი. აფერზე ეწყობა გულურბას. აი დარიელ. ართება თქვენსკენ. ჩვენსკენ რა ხდება და ამინდები გვაქვს და რესუდი მოსავალი ნაკლები და რა ვიცი, აფერც გულური კაცის პოზიცია. ყველაფერი იქნება. თისნებით, თავარია უფისნებით, მშვიდობა იყოს, ჯანმრთელობა იყოს და ყველაფერი იქნება. გვერდზე წყალობით გვექნება ყველაფერი. დარიელ, სუფრა ნაკურთხია. მადლობა უფალს. შენი მომსანები ჩვენი დახვედრით და შევავსოთ. დიდოჯიხა და აგერ სუფლის ნები ხდება. ყველაზე მეტად ბებია შენი არის გახარებული ამით. აბა ქუშინ ამბობდა სადეგო კარგა ტარიელი რო არა იქნება გახარებული უფროსი შვილიშვილი ვარ და ამათგან ჩემს ნები და გადის ყველა. აბა შენი მოსვლა მე რატო გამიხარდა თუ ის შენ? აკანი არის რაღაც დიდი თემაა ჩადებილი და სიურპრიზი გველოდება მომავალ სამში იქეთ მუზეუმში 95 წელს ხდება ჩემი დედა და შენი ბებო. ნაცვალე შენ. შენი გამზელი ბებო. როიძახი ბებო უპროზი შვილი რო ხარ? ნახავ შენი აქტიურობა რა ვერ გამოვა. ვარ და რა ვქნა რა და ზარუს. ყველაფერი იქნება რაფერ თუ იცი? აფერც შეხ მის ასაკში ეფერება ისე. მე რა შვენის მაგას ერთი სიმღერა შემოძაღეთ ბებიეს. ბებიელეს გამომცხვარი გვერი და პერიგემბრიელია ბიჭო. გუის არ იყო გემბრიელი თვითონა გემბრიელი და მე არ იქნება გემბრიელი? ოი და არ მოგიდო ხელია. ბებიელეს გამომცხვარი გვერი გემბრიელია. ოი და ასეთ გუაბებიელამ ყველაფერი ჩვენია.
ოიდა ნევოდელია და გენაცვალებები ელა ყველაფერი ჩვენია ოიდა ნევოდელია მალადეს ბებო რაბე უხარდა შენი მოსვლა ბებოს არ უმღერია რეთი წლებია აყვან ახლა სიმღერაში ეს ხარ უნდა გამეიწვია ბედნიერი ანილა გიორგი მყავდისი ახლა კაი ჩვენთან ერთად ო დიდი გუნდი დიდი გალავანი მეტი უკეთესი გამოგვივა მაგრამ შეგვიგებებით ყველა იმ გიორგია უცნობი შენ უბრალოდ ედი 8 თვე და ჩემდე ერთი ხატორი სიუზი ნახე სურათები და ასამში მაგანე წებე ბარამიძე იორდანე სანგიძე შეგენაცვალე ვალიკო გიგვაძე იბადონ ვაჟიკო მიქელაძე გრიგოლ ეგელიძე კი მეუღლე იორდანე სანიგიძე ალბათ აგია მაგის სურათი ხო? აგის სურათი დიახ მაია მაგი არის და აგი ფორმებში რომ არის გამოწყობილი ეს ადგილობრივი იყო თუ რამე სხვა იმ ღებულობდნენ სამე მონაწილეობას გასრული იმაში იყვნენ აი ოპერაციები იყო და იქინე ოპერაციებმა კაცმა აი იქინე იმღერა იმაში ფილარმონიაში ხო ყველას გუკვირდა რომ მე ახლა მე რამე წოდება მიანიჭე წოდება რამე მიიღო ლაურატის წოდება ხონდა ბალადეს არიან ამაღიხარ ბაბუენო ყავს ასეთი მაგური თვითონ აი უბრალოდ სახელი რა ქვიოდა ამ გუნდს რამე სახელი ქონდა ისეთი რომ რამე სახელი ქვიოდა ანსამბლი ახლა თვითი ნასწავლი ანსამბლი იყო თუ რამე შექმნილი იყო ესეთი შექმნილი ანსამბლი იყო ახლა ჩვენ თვითნებური ანური ნადური ყანური ჩვენ ყანურს უძახოდით ისე ნადური მოგებო დაგველოთო ჩვენი ლამაზი ხეობა ჩვენი შენი ლამაზი სიტყვები დაგვანახეთი გაგვაგონე შენი ომახიანი ხმა და არ ვსვამთ გისმენთ ახლა თქვენ მე დასასმე მე და გეთახმებით აცხა დედავერის პირობაზე ასაუბრე გელი ხარ გელი ის შემოbrunებელი ყოს შემოშულებო აი ცხოვრება რომ ზემოსტურები კრა საერთოდ ქართველი ხალხი ქართველი ერი გამრავლებული იყოს ნანინა შეუყეფე ჩემო მურა ნანინა უნაინი ნაუდა შეუყეფე ჩემო მურა ურჩვინა და შაურა ნანინა ოიდილა ნანინა მე ვარ ნანული რამიშვილი ბიბინეშვილის გათხოვებული ვარ ზემოსურებში აქ დავიბადე გავიზარდე ხო და აი 80 წელი დავარღვიე ამ ჩემს სოფელში ახლა ჩემი რასაც მე ვაკეთებ აგერ ამას დედაჩემმა მასწავლა ბებიაჩემი აკეთებდა მე დედაჩემი და ამას ქვია ნიგზიანი
კვერცხი. ნიგზიანი კვერცხი, ამას უზახოდენ ასე და დღესაც აი თქვია ასე. მომზადების პროცესი დატეხავ კვერცხს, ათქვიფავ, გატარებულ ნიგოს და ცოტა სუნელს, მაკიდოს და ქინს გოურებში გატარებულს კარგად, ამოთქვიფავ გახურებულ კელამიდაზე დააყრით და დაადრა. როგორც ხაჭაპური და ჭადი დაგიღადრია, ესე გამოცხობა იღებ და საჭმელია ზვირფასი. მივალ გურიაში მარა სულმა წინწინ გაიფარა მივდიედარ გამოჩდაც მიიღო დამათარადა ახალგაზრდობაში ამ სოფელში იყო ძალიან ალბათ 40 ოჯახი მაინც ამ დროზე აქანა ხალხი არ ეტევოდა მე მუშაობდი 17 წელიწადი მაღაზიაში აგერ ამოსასლელში მაქანე ტევა არ იყო ყველა საღამოს ფეიფი ჭამას მაი ბიჭების ცეკვა თამაში მე უსურვებ ჩემს სოფელს ჯერ გაკეთებული იყოს გზაი რომ მივიდენ მანქანით და შევიდენ სეზონებში მე მყავს შვილი წასული საზღვარგარეთ იმას მერს ვეხვეწები და ვიმაგრებ თავს უნდა იმას მე დავხვდე კარგად და აი ოჯახის დავახვდეთ რომ ყველა ახალგაზრდას და ყველა ოჯახს უსურვებ რომ მისი შვილები დაბრუნებული იყოს მის ოჯახებში მის მშობლებთან მის მოხუცებულებთან ხო და პატარა გამოკეთებული იყოს აი ქვეყანა და აი ხალხის ცხოვრება და მოამაშნო ყველი როდის დაიბადა ნოე ბარამიძე? ჩემი ბაბუა ნოე ბარამიძე დაბადებული 1901 წელს 14 იანვარს ძალიან მაგარი კაცი, ძალიან მაგარი გულული იყო 9 შვილის მამა განთქმული მონადირე, ძალიან ესეთი მომთხოვნი და სტროგი იყო შვილების მიმართ და გაზარდა 9 შვილი. ესეთი ამბავი გავიგეთ, რომ ნოე იყო საუკეთესო მსროლელი, რა და დაიკარგა რამდენიმე დღეითო, ხო, ტყეში იმას ნახირს გაყვაო თუ რაღაც უკან არ დაბრუნდნო და წავიდაო საძებნელად და საბოლოოდ მეორე თუ მესამე დღეს მე მოსახლეობა რო წავიდა საძებნელად 9 თუ 10 დათვის გვამი დაახვედრა, ხო, რითი არ ვიცი, მე ხარ მაქვს ეს ყველაფერი კარგად, მაგრამ იარაღი ქონდა თუ ხელკეტი ქონდა, რა ქონდა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია მთელ სოფელს ახსოვს და ამამდე 6 თაობას მოუყვება ეხა ეს ვისთვის მითი, ვისთვის რეალობა, მაგრამ მოდის ეს ამბავი. მოდის ამბავი, რა კაცმა რა ისტორია დაწერა, წარმოიდგინე. სხვადასხვა არ ეხლა ყავს აქაც სოფელში ისეთი თაობა, ვინც მოესწრო და ბავშვობაში უყურებდნენ, ეხლა ვინ იყო ნოე და როგორი და ძალიან ისეთი იყო. კაცრი ოღონდ კაცრი განა აი ცუდი მხრივ, ან დადებითი მხარე ქონდა ამ ყველაფერს, რომ ანუ ვაშკაცებად ძდიდა ბავშვებს, ძდიდა ამზადებდა ტყისთვის, ამზადებდა იმ ცხოვრებისთვის, რომ გაიზრდებიან. აღარ ეყოლებათ მამა მისაყრდნობი და თვითონ უნდა იყვნენ იმ მამის როლშიც და იმ ოჯახის კაცის როლშიც და თვითონ ამათაც კი აქვთ ეგ ამბები რა მოყოლილი ჩემთვის ახლა მე რო ჩამოვედი აქ სულ მაინტერესებდა ვინები როგორ რანაირად ვინ იცოდა ჩემი სანათესაო ასე შემდეგ და საბოლოოდ იმ ხელად ის მივიღე ცოდნა ყველაფერთან რომ აი მაგრად მივიღე წარმოიდგინე ჩვენ რო აქ გავზრდილიყავით რამდენი რამე გვეცოდინებოდა ხო ნუ თავისთავად ახლა ტყეს თავისი წესები აქვს თაში ცხოვრებას თავისი წესები აქვს რაც ეგრე ვერ ისწავლი და შეიძლება მოისმინო გაიგო მაგრამ ვერ აითვისო ეგრე ვერ მიყვები ეხლა რახანს გაწვიმდა რა მოდით გეხოცებ თუცებ ლაშა შენ რაღაცები შეიტანე შენ გიამოდი რა წვადი ამაღებინე და
შევიდეთ, დავჯეთ თითო ჭიქა პატარა დავლიოთ. იქაც 1-2 ისტორიაც მოვყვეთ, გავიხსენოთ.